ჩვენი არხის მხარდამჭერები. მონადირეებო, მოგესალმებით, პატივისცემით, ვიმყოფებით ისევ ბათუმში და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო ვერსია თურქული კალაშნიკოვი, ეგრეთ წოდებული, სეჩკინ არსის. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ, ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარ-ჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მაღაზია კავიანი, ხედავთ, აი ესე გამოიყურება ინგლისურად, ქართულად აი ესე გამოიყურება და ლოგო აქვს აი ესეთი ლამაზი, მისამართი რომ არ დაგვავიწყდეს ხახნო, არის ბაგრატიონის 157A. ტელეფონის ნომერი აქვე არის. არ დაიზაროთ, მოდი და თქვენი თვალით ნახეთ რა მაგარი მაღაზიაა. ისევ თურქული წარმოების იარაღი არის, მე როგორც მითხარი და ამ ჯერზე ძალიან საინტერესო ვერსია არის. კი. ამ ჯერზე სანამ დავიწყებთ, როგორც ყოველთვის ჩვენი არხი უნდა გამოიწერონ, რომ შემდეგ ჯერზეც არ გამოეპაროთ ჩვენი ვიდეოები. საკმაოდ საინტერესოდ განვიხილავთ ხოლმე, ზოგჯერ კამათით, ზოგჯერ იუმორით, ხო და ამ ჯერზე შემოგთავაზებთ, მაინც ჩვენ ის თაობა ვართ, რომ რუსული კალაშნიკოვი გვახსოვს და დღესაც ნახავ ძალიან ბევრს, ვისაც ყველა იარაღს ურჩევნია, ეს იარაღი და მე მესმის მათი, მეც როგორც ყოფილი სამხედრო ძალიან ბევრი მაქვს ნასროლი ამ იარაღიდან და ვიცი, რის შესაძლებლობა აქვს. ახლა იქ როგორც ყოველთვის არიან კრიტიკოსები რაღაცებს დაიწყებენ, მაგრამ სამხედრო იარაღზე აი ძალიან ბევრი მაქვს ნასროლი და არ ვამბობ რომ ვიცი, მაგრამ წარმოდგენა მაქვს რა შესაძლებლობა აქვს. მოგეხსენებათ, სეჩკინ არსის რულებით ძალიან მოვიხიბლეთ და გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა რომ დაემზადებინა კალაშნიკოვი. ანუ ეს თქვენი შეთავაზება არის, თქვენი მოთხოვნის მიხედვით კეთდება? დიახ. რას ლაპარაკობ? მასეთი ურთიერთობა უკვე აწყობილი? კი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხო და რა გამოგვივიდა და ბევრი ვიმუშავეთ, რაღაცეები გადავაკეთეთ, გადმოვაკეთეთ, თუმცა ძირითადი პრინციპი იყო, რომ ზუსტი იდენტური ყოფილიყო, როგორც რუსული კალაშნიკოვი. დიახ. შევინარჩუნეთ ეს ყველაფერი, უბრალოდ დამატებული აქვს ამ იარაღს ეს პეკატინი ზედა და ქვედა ნაწილებში, დანარჩენი წონა, შიგნით მექანიზმი, აი ორიგინალ კალაშნიკოვს რომ მოხსნა, გადმოდის ჩვეულებრივად დგება. ჩვეულებრივ გადაეწყობა, ხო? ანუ მე როგორც ხვდები, ესეც გაზოგადამტენი სისტემით არის აწყობილი, ხო? კი, გაზგადამტენი, როგორც კალაშნიკოვი ორიგინალი, ისეთია ზუსტად. შევცვალეთ კონდახი, ეს რეგულირებადი კონდახი დავაყენეთ, უფრო ჩემი აზრით კალაშნიკოვებს ქარხნულად მოკლე კონდახები უყენიათ ხოლმე და ვარჩიეთ ეს ამ კონდახზე შევჩერებული ყავით. კალაშნიკოვის რაც მომწონს, მინდა გითხრა ჩემო ძმაო, არის ეს ხმა. კი, მაგ ხმაზე ბევრი ამბოდეს, ნამდვილად ეგრეა. დანარჩენი წონა შენარჩუნებულია, მოდი აქ გადავიტანოთ. ბალო, მე როგორც მივხვდი, მან ბევრი არაფერია შეცვლილი კონდახსა და ფასს. ეს ონლაინ მაღაზიაა, სადაც ყველაფრის შეძენა შეძლებთ. აქ ფართო არჩევანია: ტექნიკა, სახლი, ეზო, დეკორი, მშენებლობა და რემონტი, სპორტი, მოგზაურობა, სოფლის მეურნეობა, ბავშვთა სამყარო, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოკლედ, არჩევანი დიდია. მარტო ფასი და კონდახია შეცვლილი, მე როგორც ხვდები, ხო? კი ბატონო. ფასი რა არის? შევჯერდით რომ ეს იარაღი გაიყიდოს 2800 ლარად. მინდა დაგარწმუნოთ 2800 ლარი, მოდი პირდაპირ გეტყვი, რომ ძალიან ბევრი იარაღი არც მეგულება მაგ ფასით კატეგორიაში. კი ბატონო, და ამის სიზუსტეს რომ ვნახავთ, როგორც ყოველთვის ეს უნდა დავტესტოთ ახლა მე და შენ, დარწმუნდებით რომ ფასზე ძალიან კარგი ხარისხია. სეჩკინის 5.56 კალიბრი რომ დავტესტე, მაშინ გადავწყვიტე რომ და შევთავაზეთ რომ ხომ 7.62-29 კალიბრს არ გააკეთებდა.
დაგთანხმდა და გამოვიდა ესეთი კალაშნიკოვი, რომელიც პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არ ჭედავს. ძალიან კარგია. ხო. და შენარჩუნებული აქვს ის შესაძლებლობა, რაც აქვს ორიგინალ კალაშნიკოვს. ესე იგი რა კალიბრი არის? 7.62-39. ბალუ, მე რო იარაღს ვუყურებ, ხო, აქ სულ სხვა რამე წერია. სხვა სახელი წერია. კი ბატონო, ლულა, რაც მთავარია ამ იარაღში, სეჩკინ-არმსის დამზადებულია, უბრალოდ მას არ ქონდა ლიცენზია ამ კალიბრის მთლიანი იარაღის შექმნის, მის შვილობილ კომპანიაში არის აწყობილი ეს იარაღი. მე მგონი ეს ის იარაღია, რომელსაც ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება და ერთ-ერთი რაც ჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ტესტი. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ვემზადებით იმისათვის, რომ გავისროლოთ ამ იარაღიდან. თურქული ვერსია კალაშნიკოვის. 7.62-39. ხმა მაგარია, კარაბალო. მევასება. ბალუ, ბატონო. ესეც მოსაჯენი არის, როგორც ხვდები, ხო? ახლა ეს იარაღი ეტიკეტით არის, პირველი ტყვია უნდა გაიაროს ამ ლულაში. ხო და ჯერ მაინტერესებს. ხომ არ გაჭედავს. ო, პირველ რიგში ეს მაინტერესებს. საინტერესოა. დანარჩენზე მე ერთად ვნახავთ რა. არ ჭედავს. მაგარი. კი, სასიამოვნო ხმაა. იარაღის ხარისხი სხვადასხვა იმაზე რომ არ ჭედავს, უკვე მეტყველებს იმაზე რომ კარგად შესრულებული არის. როგორც წესი დაბალი ხარისხის იარაღები ასია თუ ისია რაღაცა პატარა დეფექტების სახით მაინც იჩერენ ხოლმე თავს და ამ შემთხვევაში იარაღმა გაამართლა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომ ამის ჩხაკუნი ძალიან გვიყვარს. მაქსიმალურად თურქებმა შეინარჩუნეს ეს ამის ჩხაკაჩხუკით მუშაობის პრინციპი. როგორც ორიგინალი კალაშნიკოვი ვერ ვიტყვი რომ რაიმეთი განსხვავდება რა. ყველაფერი მაქსიმალურად არის შენარჩუნებული რა. მე მახსენდება ესეთი ფრაზა, რომ კალაშნიკოვები გათვლილი არის დაზიანებას და არა ზუსტ სროლაზე. კი, ნუ ახლა ამ შემთხვევაში ნეტა რა იქნება ძალიან მაინტერესებს. კი, მოგეხსენება, ონლაინ პროფესორები ყავს სავსე, მაგრამ კიდე აღნიშნა რომ ამ იარაღით, როგორც ყოფილი სამხედრო ინსტრუქტორი, ძალიან ბევრი მაქვს ნასროლი. აი ძალიან ბევრი და რეალურად რა შეუძლია ამ იარაღს ვიცი. ომში არის კარგი ეს იარაღი. იმის იქით სანადიროდ არ ვიცი ამას მოდის ჩემთან მომხმარებელი ზოგს ოპტიკის დაყენება უნდა ზოგს იმის ზოგს ამის თუმცა ვთვლი რომ ამ იარაღზე ოპტიკა ზედმეტი ხარჯია და მეტი არაფერი რა. ამას ამ ცივი სამიზნით რასაც ესვრი და შეძლებ ის შეუძლია. ნუ რითაც გამოირჩევა ეს იარაღი არის საიმედოობა. და ეს შენარჩუნებული აქვს ამ იარაღს. ამ თურქულ წარმოებებს. ნახოთ ერთი როგორ გააკეთებს გასროლებს და მაინტერესებს. ნახოთ. დაჯგუფებაზე, ხო? ხო, დაჯგუფებაზე გავისროლოთ. წავიდეთ, ნახოთ. დავიდეთ. ბალუ, რამდენად სასიამოვნო არის ხმარებაში. ვერ ვიტყვი რომ ორიგინალს რაიმეთი ჩამორჩება. თუნდაც სასხლეტით, თუნდაც, რა ვიცი, ყველაფრით, ანუ განსხვავებას მე პირადად ვერ ვხედავ რა. გადასარევი შედეგია, ბალუ. ნუ, ქარხნულ პირველი 3 ტყვია გავიდა, წაღან რაც გავსინჯეთ არ გაჭედვაზე, იმის შემდეგ ეს გასროლა იყო. კარგია, ვფიქრობ. შეიძლება მეც გავისროლო? გაისროლე ჩემო. არის საშუალება. კი, როგორ? ესე იგი, მე როგორც ხვდები, ეს არის ქარხნულად გასწორებული, ხო? კი ბატონო. ჩვენი ჩარევა აქ ფაქტიურად არც არის არაფერი, ხო ესე არის? კი ბატონო. ეს ხმა. ხომ, კაი ხმა აქვს. ნაღდი კალაშნიკოვის ხმა არის. ხო, მაგრამ დაჯგუფებას მაინც მივხვდებით, მარლენ და
ხელი და რო ვესროლოთ არა? გამიჭირდება ალბათ? უი არა. დაბლითას ვესვრი, სულ დაბლითას, ხო? ხო, რომელზეც გინდა. აუ, რა კაი სვლა აქ. კი, ძალიან სასიამოვნო არის და სტაბილური. ხუთი ცალი ესროლ. 5? კი. აუ, რა კაი რბილი სასხლეტი აქ, ბოლო. კი, მეც მომეწონა ძალიან. ვა, მშვენიერი. ხომას. განმუხდე. ეგა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ იმდენად სასიამოვნო მოსახმარი არის, ძალიან რბილი სასხლეტი აქვს. კონტროლირებადი არის, ასე რომ ვთქვათ რა. და სიმართლე რომ გითხრა, როგორც მიუჩვეველი ამ იარაღზე, არც თუ ისეთი ცუდი შედეგი მაქვს სინამდვილეში. ბალო, მე მგონი არ უნდა იყოს ეს ძალიან ცუდი შედეგი ახლა. არა, ნორმალური. ნორმალური დაჯგუფებაა. უმიზნებდი ჩემი ჭკუით აქ, მაგრამ დაჯგუფება შეკრა. კორექტირება შესაძლებელია, გასასწორებელია რეალურად იარაღი. მივუჩვეველი იარაღი, მაქსიმუმ 10 სანტიმეტრიანი გაშლა ლულა რომ გაიხსნება, იგივე სიტყვი, ხრახნილ, იმიტომ ვაფიქსირებ ამას ყველა ხრახნილზე, რომ ძალიან აუცილებელი თემაა ლულის გახსნა. ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ახალი იარაღი იმ რეზულტატს ვერ მოგცემს, რაც რეალურად შეუძლია. სანამ ლულა იმას არ გაივლის, არ გაიხსნება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ გაშლა ყოველთვის ექნება. იგივე რეზულტატი ექნება დარწმუნებული ვარ, ანუ რუსულსაც, თუკი იმასაც ახალს გამოიღებს, ვინმე თუკი სადმე შემორჩა და ახალი ხრახნით და ასე მოუჟენელ ლულას, იმასაც ესეთი გაშლა ექნება, მაგრამ ამ იარაღიდან რომ სახლში მედოს მე პირადად მონადირის თვალსაზრისით, იარაღის მოყვარულის თვალსაზრისით ვიძახი, სახლში რომ მე მედოს ეს იარაღი დაახლოებით 100-150 ვაზნის შემდეგ, თან ესე ჟარგონულად რომ თქვა, იარაღსაც ამუღამებ და ლულაც იხსნება და ძალიან კარგი შედეგის მიღება შეიძლება და ამის შესაძლებლობაც მაქსიმუმი 150 მეტრამდეა ზუსტი გასროლა. მეტი ამ იარაღს არც რუსულს, არც თურქულს, არც მოეთხოვება, იმიტომ რომ ეს არ არის სანადირო ზუსტი სროლისთვის შექმნილი იარაღი. მეგობრებო, ამით დავასრულებთ ჩვენს გადაცემას და იმისათვის რომ კიდევ ნახოთ კავიანის ვიდეოები, თუ რამე დაიდება ხოლმე, აუცილებელია არხის გამოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არ ამოგიგდებს ვიდეოს და გეგონება რომ მარლენი ვიდეოებს არდებს, არადა ყოველ პარასკევს და შაბათს იდება ჩვენი ვიდეოები YouTube-ზე. ნახვამდის. ჩვენი არხის მხარდამჭერები.